ვიყურებ რუბრიკას Medinsideri. ეს გახლავთ რუბრიკა, რომელიც გვაძლევს საშუალებას უფრო სიღრმისეულად ჩავეხედოთ სამედიცინო სფეროში და მოვისმეოთ როგორც ექიმების მხარე, ასე ვთქვათ, და განმარტება და მიდგომების, მიღწევები რაც არსებობს და მეორე მხრივ პაციენტის ამბებიც შევიტყოთ ხოლმე. როგორი იყო მანამდე, როგორი არის დღეს მათი ცხოვრება და დღეს ისეთი თემა შევარჩიეთ, რომელიც შეიძლება ძალიან ბევრ ადამიანს შეეხოს, იმიტომ რომ არ ვიცი, ალბათ ძალიან იშვიათი ადამიანი, ვისაც არ ქონია ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე რაღაცა წონის პრობლემა, ცოტა მაინც. არა? ხო, უნდა. სოფლიოში დაახლოებით 2 მილიარდი არის ჯანმრთელიანი. ხო, ანუ სოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაცია ამას ეძახის ჯანმრთელიანობის პანდემიას. 2 მილიარდი ძალიან ბევრია. ჯანმრთელიანობასთან ბრძოლის უამრავი მეთოდი არსებობს, მაგრამ ყოველდღიურად შეიძლება მილიონობით ადამიანი იყენებდეს ამ მეთოდებს, მაგრამ იმდენად დიდ ძალისხმევას და ნებისყოფას მოითხოვს, რომ ეს მეთოდები ხშირ შემთხვევაში შეიძლება არაეფექტურიც იყოს. წონის მატება იწვევს სხვადასხვა თანხლებ დაავადებების ჩამოყალიბებას, პირველ ეს არის შაქრიანი დიაბეტი, შემდგომ არტერიული ჰიპერტენზია, გულსიძარღვთა დაავადებები, სახსრებთან შექმნილი პრობლემები და ძვლის შექმნილი პრობლემები და ჰორმონალური ცვლილებები. რაც ეს ყველაფერი ერთმანეთში გადაიჯაჭვება. აბა. იმიტომ რომ ყველაფერთან კავშირშია და ჯანმრთელობის სერიოზული ზიანი მიდის. თქვენ ყველანაირად ადამიანი ეცადოს, რომ არ მივიდეს რაღაც უკიდურეს ზომამდე, მაგრამ საბოლოო ჯამში ჯანმრთელობის ესე ვთქვათ ერთ-ერთი რადიკალური მეთოდი არის ქირურგიული მეთოდი და ამის შემდეგ ადამიანი იკლებს წონაში. ანუ ეს უნდა ვთქვათ რა, ანუ არის ჭარბწონიანობა, სადაც ქირურგია არ ერევა და მე გვაქვს სიმსუქნე. აი სიმსუქნეში გვაქვს კიდე 3 ხარისხი. და აი მეორე და მესამე ხარისხის სიმსუქნეზე მართლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის ქირურგიული დახმარება პაციენტების და დაახლოებით 50%-ზე ან მეც თავის წონისას იკლებენ. ეს პაციენტები, რაც მათთვის არის უდიდესი ახალი დაბადება. ხო, ახალი დაბადება წარმოიდგინე. ეხლა მოგიყვებით მე რა ეკერის ამას თვითონ კი არ ყვება და მე მოგიყვებით. ესე იგი პარიეტი. ხო არ გამოვარო ისა რაღაცა, ჭორაობ ამ გოგოზე. მაგრამ ეგეთი ამბავია, მოკლედ 2017 წელს მე რა ეკერის გაუკეთება ბარიატრიული ოპერაცია. ხოთაშორის კარგახანს მისი წონის ცვლილება იყო მართლა თვალში საჩსამი, რომ რაღაც ისე მოიმატა წონაში, რომ ისე იყო რა, აი ძალიან კარგად. აი ხო. ხო და ნუ სცენაზე დგას ქალი და როგორც ჩანს ცხოვრების ხარისხი და მის ფსიქიკურ ჯანმრთელობას ძალიან ეხებოდა ეს მისი ზედმეტი წონა და მოკლედ 17 წელს გაუკეთებია ბარიატრია და მისი ახლობლები ამბობენ, რომ ნუ აი საგრძნობლად შეიცვალა მისი სიცოცხლე პირდაპირ მნიშვნელობით, იმიტომ რომ რაღაცა როგორც იქნა დაუბრუნდა თავის რეალურ თავს და გადაჭრა ეს მისი პრობლემა, რომელიც ალბათ აფერხებდა, რომ ესე აქტიურად გამოსულიყო სცენაზე და სხვათა შორის ეხლა უკვე ბოლო პერიოდია, რომ ძალიან ისეთი კონცერტებში და მიძღვნილი კონცერტებია მის მიმართ და ზის ამაყად უკვე ქალბატონი და კიდე ერთი ქალია ცნობილი ქალბატონი, რომელმაც გაიკეთა სხვათა შორის 2 ოპერაცია გაიკეთა, საუბრობთ ოზი ოსბორნის სოლზე რომელსაც უკვე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოც სჭირდებოდა ეს ოპერაცია, იმიტომ რომ ჰქონდა მაღალი წნევები, ჰქონდა ქოლესტერინის მაღალი მაჩვენებლები და ჯერ გაუკეთებია ეგრეთ წოდებული ბანდაჟირება კუჭის. და როგორც ჩანს ეს არ იყო საკმარისი და მერე გაიკეთა უკვე ოპერაცია, 20 კილო დაიკლო და ამბობს რომ ზემპიკიც მივახმარეო და ეხლა ესეთ ფორმაშია. სოფლიოში სადღაც 9 მილიონამდე ბარიატრიული ჩარევა ტარდება. ბარიატრიული ჩარევა არ არის მხოლოდ ერთი ტიპის ჩარევა, ხო? ანუ სხვადასხვა ტიპის ქირურგიები არის, ხო? და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული არის ეს სლივგასტრექტომია, რა, ანუ კუჭის ნაპრალის რეზექცია, ხო? იცი რა არის? ჩვენთან ძალიან ბევრჯერ ყოფილა ეს ადამიანი სტუმრად. და გონია რომ დღეს განსაკუთრებული იქნება კიდე მისი სტუმრობა. ალბათ თავად გვეტყვის რატომ? მე უბრალოდ წარმოადგენ ჩვენ სტუმრებს ახლა თქვენს წინაშე. MLP Care კლინიკების ქსელის ბიზნესის განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი ექიმი დალი ნესუაშვილი და ზოგადი ქირურგი, ონკოქირურგი მუსტაფა ათაბეი. Hello. პირველ რიგში წყალს შემოგთავაზებთ, მიირთვით წყალი მთის 0% ბრომატით, წყალი მთის იცხოვრეთ სრულყოფილად.
დალი, ძალიან ბევრ თემაზე გვისაუბრია. მოგვისმენია პაციენტების ამბავიც, მეგრე შემდეგ უკვე წარმატებული დასრულება მათი მკურნალობის და მოკლედ ბევრი ამბავი თქვენთან ერთად გავიარეთ. მაგრამ დღევანდელი დღე არის განსაკუთრებული კიდევ და თვითონ მოგვიყევით რატომ არის ეს განსაკუთრებული. დღეს დადგა ის მომენტი, როცა ვისაუბრებ საკუთარ გამოცდილებაზე, საკუთარ ისტორიაზე. და როგორც პაციენტი. მე როგორც პაციენტი ყოფილი, თულია ისაუბრო საკუთარ თავზე და განსაკუთრებით ესეთ გრძნობიარე თემაზე, მაგრამ მინდოდა რომ ზუსტად საკუთარი გამოცდილებით პაციენტებისთვის გამეზიარებინა, მომეყოლა ის გზა, რა გავიარე და როდესაც საუბრობ რომ ყოველთვის უნდა გვენდნენ ჩვენ მინდა რომ მათ დავანახო რომ პირველ რიგში ვენდობი მე ჩემს კლინიკას და შემდეგ ისე ვუწევ რეკომენდაციას ჩვენს ექიპებს. თავისთავად. და მოდი დაიწყე, როგორ დაიწყო შენი ისტორია, შენი ამბავი? მაყურებელსაც რომ ვუთხრათ, ეს არის ბარიატრიული ოპერაცია. და იყო სხვანაირი, როგორც ჩანს, სანამ ჩვენ გავიცნობდით. ბავშვობიდან არ ვიყავი ძალიან გამხდარი და მოდელი, მაგრამ არასდროს არ მქონია ესე ჭარბწონიანობის პრობლემა. ეს უფრო მეტად დაიწყო მაშინ, როდესაც გადავწყვიტე თურქეთში წასვლა, გარემოს ცვლილება, საკვების ცვლილება, რეჟიმის ცვლილება, მაგრამ ალბათ სადღაც ასაკთან ერთად მოდიოდა ეს ჭარბწონაში მატებაც, ეს მთავარი და ასევე საჭმელები იყო აქ ყველაზე მთავარი პრობლემა ჩემს შემთხვევაში. სიმართლე გითხრათ, ფსიქოლოგიურად იმდენად ყოველთვის ჩემს თავთან კარგად ვიყავი და კომფორტში ვიყავი, რომ ჩემი წონას არასდროს ჩემთვის პრობლემა არ შეუქმნია. მომწონდა ჩემი თავი ისეთი როგორც ვიყავი და ყოველთვის ყველას ისე ვაჩვენებ, ანუ არ ვაჩვენებდი, უბრალოდ ბუნებრივად ვიყავი ისე რომ ყველას ეგონა რომ არ მქონდა მე ის წონა, ვისაც უნდა გადაეწყვეტა ბარიატრია. თუმცა ეხლა რომ ვუყურებ ჩემს ფოტოებს ამ გადმოსახედიდან, უკვე მეცხვდები რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღწილობდი რაღაც დიეტებს, მაგრამ არც დიდად არ ვაქცევდი ყურადღებას. უბრალოდ მე მივხვდი რომ დგება მომენტი, როდესაც არა შენი სილამაზისთვის იღებ ამ გადაწყვეტილებას, არამედ შენი ჯანმრთელობისთვის და შენ თავთან ხარ პასუხისმგებელი შენს ჯანმრთელობასთან მიმართებაში. და შეგიძლია რომ პრობლემები ჯანმრთელობის? და უკვე იყო რაღაც დასაწყისები, რითაც მივხვდი რომ იყო დრო, როდესაც შემთავიც უნდა შემომეძახა და ეს გადაწყვეტილება მიმეღო. და რთული გამოდგა გადაწყვეტილების მომენტი უშუალოდ? დაახლოებით ალბათ წელიწადნახევარი ვფიქრობდი. ხო არა. ორჯერ ჩაწერილ ოპერაციაზე არ მივედი, გავაუქმე. ბოლოს უკვე მითხრა ექიმმა რომ თუ არ გაიკეთებ და აღარ მოხვალ ძალიანაც რომ მეხვეწო ჩემს კაბინეტთანაც რომ გაათენა ღამე მე შენს ოპერაციაზე უარს ვამბობ. სწორია. და მისი იდეა იყო რომ მოდი არავის არ უთხრა რომ ოპერაციას იკეთებ. გაიკეთე, აღოდ მიიღე გადაწყვეტილება შენ თუ ფიქრობ რომ უნდა გაიკეთო, გაიკეთე და მას მერე გაუზიარე, იმიტომ რომ ორჯერვე იყო თითქმის ორად იყო აზრი გაყოფილი მეგობრებში, ოჯახში, რომ და მოგიტანს ზიანს, თუმცა ექიმი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ იმ ზიანს, რასაც მოგიტანს შენი წონა ჯანმრთელობის მხრივ, ასეთ ზიანს ვერ მოიტანს ეს ოპერაცია. ამიტომ შენი ჯანმრთელობისთვის ჯობია რომ მე ვიცი, გიცნობ შენ, ვიცი რომ არ სხვანაირად უბრალოდ შენთან შეუძლებელი იქნება ამ წონის პრობლემის მოგვარება, ამიტომ მოდი მივიღოთ ეს გადაწყვეტილება. თუმცა არჩევაც ექიმის ძალიან გამიჭირდა, იმიტომ რომ როდესაც მე თვითონ უფრო ვერ ყვევი ამ სიტუაციაში და ეს არ ვარ ჩვეულებრივი პაციენტი, რომელიც უბრალოდ ექიმის საუბრის შემდეგ მიიღებს და მიენდობა მას, მე უბრალოდ ვიცოდი ყველა მისი ოპერაციის დეტალები. ყოველთვის ვეკითხებოდი, ანუ შესწავლილი მქონდა, ნანახი მქონდა, ის კი არა პაციენტები როგორ გრძნობდნენ თავს ოპერაციაზე, არამედ ოპერაციის დროს უშუალოდ რას აკეთებდნენ, ანატომიურად რა ხდებოდა, რა რისკზე მიდიოდი. როდესაც ახლა იმ დონეზე გამოვიძრე ექიმს რომ ვუსვამდი ამ კითხვებს, გაკვირვებული იყო რომ აი ცოტა რომ მეტი მოჭრა, იქ რომ ცოტა დავიწროვდეს, იქ რომ რამე იყოს, როგორ ვიქნები. ან აი იმიტომ რომ რაღაც ამბობენ უბრალოდ კუჭის მოჭრა. ეს ოპერაცია უბრალოდ კუჭის მოჭრა არ არის სამწუხაროდ. მას ახლა გამეგონა პაციენტებისგანაც ძალიან ბევრი გვერდითი მოვლენა შემდგომში, რომ შეიძლება ინანო კიდეც ეს ოპერაცია. თუ არის არასწორად გაკეთებული,
ან თუნდაც არ ხარ ფსიქოლოგიურად ამისთვის სწორად და მზად, იმიტომ რომ ფსიქოლოგიურად. ოპერაცია არის უბრალოდ ტექნიკურად შესრულებული ნაწილი. თქვა, შესრულდა კარგად, ჩატარდა ერთი ნაწილი, მე არის უკვე მეორე შენი ფსიქოლოგიური მომენტი იწყება. შენ გაიკეთა სლივი, ეგრეთ წოდებული? გასტრიკ სლივი, კუჭის რეზექცია, სლივ გასტრექტომია. მოდი, მაშინ ჩვენ ექიმს ვთხოვ, ეხლა მწავალ მულაშთან ვიპოვი კუჭს. და ვნახოთ რა საჭრიან ხოლმე აი ამ სლივს რომ ეძახიან ამ ოპერაციის შემთხვევაში და ჩვენს ექიმს ვთხოვ რომ გაჩვენოს ეს. ეს ნორმალური ზომის კუჭია. ჩვენ მოვკვეთეთ კუჭის დაახლოებით 75-80%. მოვაშორეთ გარე ნაწილი, დიდი სიმრუდე, რომელიც შედგება კუჭის ტანისა და ფუნდუსისგან. ოპერაციის მერე კუჭი პატარა ბანანზე მსგავსება. ეგრეთ წოდებული სლივ გასტრექტომიის დროს იკვეთება კუჭის ტანი და მისი ფუნდუსი. სიმრუდე შედგება კუჭის ტანისა და ფუნდუსისგან. ფუნდუსის იგივე კუჭის ფსკერის მოკვეთა მნიშვნელოვანია, რადგან ის წარმოადგენს ჰორმონ გრელინის მთავარ წყაროს. გრელინი შიმშილის ჰორმონია. რას უშვებით ამ შიმშილის ჰორმონს? ოპერაციის მერე შიმშილის ჰორმონის დონე მცირდება, პაციენტს მადა უქვეითდება. თუ ფუნდუს ვაჭრით და მადა ქვეითდება, მაშინ რა საჭიროა კუჭის ტანის მოჭრაც? ტექნიკურად საჭიროა რომ მოითხოვს? სლივ გასტრექტომია არის როგორც მეტაბოლური, ისე შემზღუდველი პროცედურა. სწორედ ამიტომ უნდა მოვკვეთოთ როგორც ფუნდუსი, ისე კუჭის ტანიც. ამ შემთხვევაში ჰორმონ გრელინის დონე მცირდება, პაციენტი უფრო ნაკლებ პორციას მიირთმევს. ესე იგი ნებისმიერ შემთხვევაში კუჭის დაპატარავდა, ის ჰორმონიც მოიწევს და უფრო ცოტა შეჭამს. ხო, ანუ კუჭის დაპატარავდა ის კიდე სიმაცხრის იმას აძლევს რა. ანუ უცებ გაიცო. როგორც პატარა ბავშვის კუჭი. ახალდაბადებულის. დაუბრუნდეთ ახლა ჩვენს ადგილებზე. დაგიქვეითა მართლა მანდა რომ გაიღვიძე? ყველა პაციენტში არის სხვადასხვა. ჩემთვის პირველი ერთი თვე იყო ყველაზე რთული პერიოდი. მე ავგრძალე ჭამა. ერთი თვის განმავლობაში საერთოდ არ მიმიღია არაფერი და ვიყავი. ეს რატომ ქენი შეგნებულად გააკეთა? უბრალოდ არ ვიცი, ჩემ აი რაღაც არ გინდოდა. არ მინდოდა და თუ კი რაიმეს ჭამას დავიწყებდი, მე რაღაც დანაშაულის გზნობა მქონდა, რომ ასეთი ოპერაცია გავიკეთე და მე ვჭამ, ესე იგი ვაფუჭებ საქმეს. სხვადასხვა ფსიქოლოგიური მხარდაჭერაც დამჭირდა, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გადაწყვეტილება იყო და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ შენ თვითონ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ექიმმა მაიძულა რომ დამეწყო ჭამა, იმიტომ რომ მითხრა შენ დაგავიწყდება ჭამა, უკვე შენ სხვა ფსიქოლოგიური პრობლემები დაგეწყება და შეიძლება ეს ანორექსიამდეც მივიდეს. იმიტომ რომ პირველ ერთ თვეში ჩემთან 20 კილო იყო კლება. ჯამში რამდენი დაიკეთა? ჯამში 35 კილო. და მორჩა? იცით როგორ არის? თუ კიდე პროცესია კლების. ვფიქრობ, რომ არის ფორმირების პროცესი უფრო, იმიტომ რომ ყოველთვის მეუბნებიან, რომ კიდე უფრო დაკრებული გაქვს. რეალურად წონით უკვე პირველი ერთი წელი მიმდინარეობს კლება. რეალურად ვარ იგივე წონაზე, თუმცა ფორმირება მიდის ვფიქრობ, რის შემთხვევაშიც ყოველთვის ხალხს გონია, რომ უფრო მეტად ვიკლებ წონაში. დიეტოლოგმა მასწავლა კვება. მაგალითად იყო ის მომენტი, რომ მე ჩემთავს არაფერს არ ვუგრძალე. ერთი თვე გაქვს რაღაც შეზღუდვები კვების მხრივ, იმიტომ რომ ნაკერი გაქვს შიგნით არ გაგეხსნას, მაგრამ ერთი თვის მერე ჩემთავს მივეცი უფლება მეჭამა ყველაფერი. არაფერზე მეთქვა უარი. იმიტომ რომ რაღაც როდესაც ყველას თავისი ფსიქოლოგია აქვს, ჩემთან ეს იყო, მე რომ გამეკეთებინა აკრძალვა, უფრო მომინდებოდა რომ მეჭამ. თავარია ისწავლო, როდის უნდა გაჩერდეთ. დღეს შიმშილის ცნობა გააქვს? რომ მოგიწრეს ის. ფათაშავს აი ჯანსაღი კვებისთვის რომ ამობთ, რომ 3-4 საათში ერთხელ უნდა ვჭამოთ, რეალურად ესემშივდება. ანუ ჭამ ძალიან ცოტა, 3-4 საათში ისევ სხვებისგან განსხვავებით მე მინდება რომ ვჭამო. თუ კი ამას შევჭამ ისევ ცოტას, ისევ მე ფაქტობრივად ჯანსაღი ცხოვრებით ვცხოვრობ, ვჭამ ძალიან ცოტას და უფრო ხშირად ალბათ სხვებთან შედარებით. ესე იგი, ყველა ოპერაციას აქვს თავისი ჩვენება და რა შემთხვევაში მიმართავთ სლივ გასტრექტომიას. ბარიატრიული ოპერაციის ჩვენება ძალიან მკაფიოა. ჩვენ ვიცით, რომ თუ პაციენტის სხეულის მასის ინდექსი 40-ზე მეტია, ეს პირდაპირი ჩვენებაა. ან სხეულის მასის ინდექსი შეიძლება 35 იყოს, მაგრამ ჭარბწონიანობას თან ახლდეს სხვა დაავადებები, როგორიცაა დიაბეტი, მაღალი წნება, ძილის საპნოე. ესეც ოპერაციის ჩვენებას მიეკუთვნება. ეს მეტაბოლური მკურნალობაა. ჩვენ მკურნალობთ ჭარბწონიანობის თანმხლებ დაავადებებსაც. ეს არ არის მხოლოდ კოსმეტიკური ან ესთეტიკური ხასიათის ოპერაცია. როგორც იცით, ყველა ოპერაციას ახლავს პოსტოპერაციული პერიოდი და გართულებებიც შეიძლება იყოს. ბარიატრიულ ქირურგიაში გართულებები ძალიან იშვიათია. ქირურგებს ამ ოპერაციის ჩატარების დიდი გამოცდილება აქვთ. ბარიატრიული ოპერაციები დაახლოებით 30 წელია ტარდება. ეს მეორე ყველაზე ხშირი ოპერაციაა, რომელსაც ვაკეთებთ.
ამგვარად დიდი გამოცდილება გვაქვს ბარიატრიაში და გართულებებიც ძალიან იშვიათია. ბარიატრიულ პაციენტს ხანდახან უყალიბდება ფსიქოლოგიური კვებითი აშლილობა. ოპერაციამდე და ოპერაციის მერე პაციენტის მდგომარეობა სწორედ უნდა შეფასდეს. ნუტრიციოლოგების დახმარება, ფსიქოლოგიური შემოწმება ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე ენდოკრინოლოგიური და კარდიოლოგიური შემოწმება. თუ პაციენტი კარგად შეისწავლეთ ოპერაციამდე და აღმოაჩენთ ფსიქოლოგიურ კვებით აშლილობას, ოპერაციამდე პაციენტმა უნდა იმკურნალოს ამ დარღვევებზე. თუ დარღვევას ოპერაციამდე არ მოუარე, ოპერაციის მერე სხვა პათოლოგია გაჩნდება. ოპერაციის მერე პაციენტის მდგომარეობის თვალყურის დევნება და მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის დადგენა ძალიან მნიშვნელოვანია. წარმომიდგენია როგორ გაკეთდა ეს ოპერაცია, მაგრამ ქირურგმა რო გითხრას, ეს კეთდება ალბათ პატარა ნახრეტით არა, მინინვაზიურად, ენდოსკოპიურად, ესე ვთქვათ, ისე რომ განაკვეთი არ კეთდება. და უბრალოდ მაინტერესებს, აი რა ხნიანი არის ოპერაცია, რამდენი ხანი გრძელდება ეს ოპერაცია. ოპერაცია ტარდება ლაპარასკოპიულად. ეს დამკვიდრებული მეთოდია. პირველი ნაბიჯი კუჭის მობილიზაციაა. კუჭის გამოყოფა მიმდებარე ორგანოებისგან და ცხიმოვანი ქსოვილებისგან. შემდეგ კუჭში პირის ღრუდან შეგვყავს სპეციალური მილი, რომელიც გამოიყენება ახალი კუჭის ზომის განსაზღვრისთვის. ამის შემდეგ ქირურგიული სტეპლერით იკვეთება კუჭის ნაწილი. რამდენი ხანი გრძელდება ოპერაცია? დამოკიდებულია პაციენტზე. საშუალოდ 45-50 წუთი. 1 საათზე ნაკლები დროა საჭირო. ვახსენთ დაავადებები, რომელიც შეიძლება დაუშვათ ან წარმოიშვას ამ ჭარბწონასთან ერთად, ან პოტენციურად გახდეს ადამიანი, ხო, ამ დადგეს ამ რისკის ქვეშ, ხო? აი ამ ოპერაციით დაუშვათ რა გარდა ამ წონის კლებისა, ხო, რა კიდევ დამატებითი ბენეფიტები აქვს ამას, ხო, აი პოტენციურ დაავადებებთან მიმართებაში. ჭარბწონიანობის თანხმლები დაავადებები ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტისთვის. ორთოპედიული პათოლოგიები, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები, დიაბეტი, ძილის აპნოე, პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი, მაღალი წნევა, ინსულტი, კიბო, განსაკუთრებით ქალებში ძუძუს კიბო, საჭმლის მომნელებელი სისტემის კიბო. ჭარბწონიანობა ქრონიკული და პროგრესიული დაავადებაა. მისი მკურნალობა სიცოცხლის გადარჩენის გზაა, მაგრამ ოპერაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს, როდესაც ამის ჩვენება არსებობს. ასეთ დროს ბარიატრია სიცოცხლის გადარჩენის ოპერაციაა. დალის შედეგებით როგორ კმაყოფილი ბრძანდებით? დალიმ დიდი ტრანსფორმაცია განიცადა. თავიდან მან ოპერაცია ორჯერ გააუქმა. დიახ, გაიქცა. მესამედ გადაწყვიტა. ჩვენ ხანგრძლივი შეხვედრა გქონდა ოპერაციამდე. ის ჩემი მეგობარია. თავს ცუდად გრძნობდა ჭარბი წონის გამო. მკურნალობა სჭირდებოდა. ბოლოს დიდ გამოწვევას გაუმკლავდა. ეს ის არის, რაც გინდოდა, თუ ჯერ კიდევ პროცესში ხარ, როგორ ფიქრობ? ფიქრობ, რომ ალბათ მაინც პროცესში ვარ, იმიტომ რომ რაღაც, თითქოს ვერ ხვდები, რაღაც ყოველთვის ხვებისგან ელოდები, რომ გითხრან, რომ რა კარგად გამოიყურები. არა, ჩვენ გეუბნები, კარგად გამოიყურები, ჩვენ ბანანდი არ მყავდეთ და ჩვენ არ გიცნობდით ბანანდი. შენ გინდა საბოლოო წერტილი სხვებისგან მოისმინო, რომ დალი მეტი ალბათ იმიტომ რომ თავიდან მაინც აწყისი იყო ეს და დღესაც რომ ხვდებიან რაღაც ცოტა მანდაც ფსიქოლოგიასთან მივიდოდეთ რომ მეუბნებიან რომ მეტი აღარ გინდა, უი მართლა ეს თითქოს არ ვიცი და მათგან ველოდები ამის დასწრს. პირველი ერთი თვე ვიძახდი რომ ჩემთვის ვინმეს რომ ერთშია და ვისაც ბარიატრია ქონდა გაკეთებოდა ეთქვა ვიღაცას რა იქნებოდა შემდეგი გართულებები ან პერიოდი როგორ იქნებოდა ალბათ არ გავიკეთებდა. თუმცა დღეს ამ გადმოსახედიდან პირიქით რომ ვიძახდი რომ არავის არ ვურჩევ, ვისაც წონის პრობლემა აქვს, ყოველს ვეუბნები რომ ძალიან ბედნიერება, ამას არ აქვს მნიშვნელობა ვინ როგორ მოაგვარებს. წონის პრობლემის მოგვარება არა იმიტომ რომ ვიღაცისთვის იყო ლამაზი, უბრალოდ შენ საკუთარ თავს ცე პატივი და შენ საკუთარ თავს აჩუქო ის რომ იყო ჯანმრთელი, ეს ყველაზე დიდი საჩუქარია ცხოვრების და ამიტომ დღეს უკვე მეც იმ ადამიანების რიგში ვარ, ვინც ურჩევს რომ თუ კი არ შეგიძლია რომ და ფსიქოლოგიურად არ დაისტრესო რომ არ შეგიძლია გახდე დიეტით, არ შეგიძლია რომ ვარჯიშით გახდე, ბარიატრია არ არის განაჩენი, არ არის ის რომ ვერ გადალახო. ალბათ ბარიატრია მართლა არ მოგიტანს იმ ზიანს, რასაც შეიძლება მოგიტანოს შენმა წონამ ეს ზიანი. ამიტომ მე დღეს თავისუფლად მინდა ვთქვა, რომ არ უნანობ საერთოდ ჩემს გადაწყვეტილებას და პირიქით აისახება ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც და ალბათ ვფიქრობ, რომ ზუსტად რომ გაქვს ენერგია, ხარ ფორმაში, ეს სამსახურეობრივადაც ერთ-ერთი შენი წარმატების კრიტერიუმი არის. ანუ შენი ძალები დაუბრუნდი შენ საქმიანობას, აგერ ჩვენ ვხედავთ ამას. ჯერ მარტო ჩვენთან ამდენჯერ მოვიდა სტუმრა და ჩვენ რასაც ვერ ვხედავთ, ის კიდე ხო ცალკე ამბავია. მე კიდე არ მქონდა ის წონა, ვისაც ალბათ სხვა პრობლემები რომ მქონოდა, კიდე უფრო გამიადვილდებოდა, იმიტომ რომ მე როდესაც ვესაუბრებოდი პაციენტებს, ვისაც ეს გაკეთებული ჰქონდა, ყველა მეუბნებოდა ერთმა მითხრა, რომ ჩემთვის მაგალითად ბედნიერება იყო ის, რომ ცხოვრებაში პირველად თასმა შევიკერი თვითონ მე. მე ეს
საბედნიეროდ ეს პრობლემები არ მქონია და ამიტომ არ ვიცი. ჩემთვის უფრო ლაითი იყო და ეს ოპერაციის გვერდზე არ მქონდა რაღაცა კრიტერიუმი იმ წუთას, რაც შემართებას მომცემდა ის, რომ მაგალითად მე დღეს კარგად ღამე დავიძინე. მე ალბათ მაშინ ვიგრძენ თავი ბედნიერად, როდესაც მაღაზიაში რო შევდივარ და ყველა ტანსაცმელს ყიდულობ ისე, რომ მორგება არ მჭირდება. რა მაგარია, პატარა ბედნიერი. ვისთვის რა არის წონასთან მიმართებაში? მადლობა ძალიან აპირადი მაგალითის გაზიარებისთვის. ზოგადად საზოგადოებაში ადრე ხო იყო რაღაც აქცენტირება რაღაც წონაზე, რომ ძალიან გამხდარი ხარ, ძალიან არ ხარ გამხდარი და ძალიან მსუქანი ხარ, ესე რო ეუბნებოდნენ ადამიანებს, ეს მერე გახდა ისეთი რაღაც საზოგადოებრივი მუსირების საგანი, რომ მერე დაიწყო რაღაც ბოდი შეიმინგი, რაღაც ესეთი ტერმინები წამოვიდა და დღეს უკვე კარგია რომ საუბრობთ იმაზე, რომ ეს არ არის მხოლოდ ვიზუალური მხარე, ეს არის რეალურად ჯანმრთელობა, რომელსაც აზიანებს ეს ჭარბიწონა თორე დაუშვათ ყველა ადამიანი გვიყვარს ისეთი როგორც არის და მე დაკოს ფოტოები ნახე და მეუბნები რა საყვარელი იყავი თურმე ესეთი უფრო მეტი წონა რო ქონდა თქვენ ამით არის საზღვრება არც სიყვარული არც მოწონება ეს უბრალოდ საკუთარი ჯანმრთელობისთვის არის ალბათ გასაკეთებელი და ხელშესაწყობი და მართლაც აი ბავშვობაშიც არ უნდა შეუწყოთ აი ამ მავნე ჩვევებს, ყვებით მავნე ჩვევებს და გაკონტროლდეს მეტნაკლებად ყვებითი პრიორიტეტები, რომ შემდეგ არ დადგეს ეს ჯანმრთელობის საკითხი, თუმცა თუ დგება ესეთი საკითხი, ასეთი ალტერნატივებიც არსებობს და დღეს სწორედ ამაზე ვისაუბრეთ, დაკოს თავისი პირადი მაგალითი ძალიან გამოადგა იმისთვის, რომ ამ თემაზე ესეთ ლაღად ესაუბრა, როგორც აკეთებს ბოლო წელიწადნახევარი, მას შემდეგაც გაიკეთა ეს სლივ გასტექტონომია. მადლობა დიდი სტუმრობისთვის თქვენ. მადლობა. სასიამოვნო იყო თქვენთან სტუმრობა. მადლობა.